უნდა ვაღიარო ისე რომ ის ჩემი მღელვარება ისევ თან მახლავს. მით უმეტეს სტუმარი ყავს ისეთი რომ სხვანაირად შეუძლებელია ალბათ. ხო, მეც ბუნებრივია ვღელავ, იმიტომ რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და საყვარელი ადამიანი დღევანდელ ქართულ რეალობაში ვინც არის და რო არ მოვიტყუო, როცა ბატონ დავით შევთავაზეთ, რომ ჩვენთან სტუმარი ყოფილიყო, არ მქონდა დიდი იმედი, რომ დღეს აქ ვიქნებოდით და ამ გადაცემას ჩავწერდით. ერთი რამე უნდა მოგიყვეთ, სანამ თავარ ამბავზე გადავალ, ბატონ დავით. მე და ლადო კარგა ხნის ჟურნალისტები ვართ, უამრავ ადამიანთან ვქონია სატელეფონო საუბარი, ურთიერთობა და როგორც წესი ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა თანამდებობის პირი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები უკან აბრუნებდეს პასუხს. თქვენ რამდენჯერაც მოგწერეთ, იმდენჯერ მიპასუხეთ და არ ვიცი, აღფრთოვანებული ვარ და უღრმესი მადლობა ასეთ დამოკიდებულებისთვის. თან ის ბოდიშადო ისიც იყო, რომ თქვენ რომ მითხარით ბოდის ვიხდი დამაგვიანდა პასუხი, კი რაღაცა გადავირია, არ ვიცი. ჩემთვის ძალიან დასაფასებელია ადამიანი, როდესაც ასეთი უკუკავშირი აქვს ნებისმიერ ადამიანთან. და მოდი წარუდგინოთ, კი, დარწმუნებული ვარ იცნო მაყურებელმა, მაგრამ წარუდგინოთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ჩვენი საამაყო ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ბატონი დავით ლორთქიფანიძე. ანთროპოლოგიით დავიწყოთ, ხო ალბათ? დავიწყოთ. პირველი რეგალია, რაც ვნახე ვიკიპედიაში მომძებნე რაღაც დეტალები, პირველი წერია თქვენზე ანთროპოლოგია და მაყურებლისთვის მაინც მინდა განვმარტო ანთროპოლოგია რას ნიშნავს. ეს არის მეცნიერება ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის, ადამიანთა რასების შესახებ. და პირველი კითხვაც ანთროპოლოგიას უკავშირდება. ჰიპოკრატე იყო ერთ-ერთი, ვინც ძალიან დიდი კვალი დააჩნია ანთროპოლოგიას და ასეთი ის ქონდა. პირველმა გამოთქვა მოსაზრება კლიმატის გავლენის თაობაზე როგორც ადამიანის, ასევე მისი სულიერი განვითარების წყობის ჩამოყალიბებაზე. კითხვა არის ასეთი, ბატონ დავით, თუ კი კლიმატ შეუძლია ასეთი გავლენა მოახდინოს ადამიანზე. იმის თქვა შეგვიძლია ალბათ, რომ ოჯახი ახდენს ადამიანზე ძალიან დიდ გავლენას. პირველ რიგში დიდი მადლობა და მადლობა კომპლიმენტების ამგონია, რომ ეს ძალიან განსაკუთრებული იყოს, რაც თქვენ აღნიშნეთ. მე ოდნავ დავაზუსტებ, ჩემი პროფესია უფრო პალეოანთროპოლოგია არის. ანუ ის თემა, რაც თქვენ ახსენეთ, კი, პალეოანთროპოლოგია შედის უფრო არსებობს, იცით, კულტურული და ფიზიკური ანთროპოლოგია. პალეოანთროპოლოგია არის დარგი, რომელიც მე ვიტყოდ უფრო დისციპლინა, რომელიც სხვადასხვა დარგებს დღეს აერთიანებს, მათ შორის ქვისხანის არქეოლოგიას, არქეოლოგიად პალეონტოლოგიას, ფორმით პალეოგეოგრაფიას, გეოლოგიას, ასე რომ ინტერდისციპლინარული დარგია და შესაბამისად, ვინც ამ სფეროში მუშაობს, მისთვის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინება ამა თუ იმ პროცესში ბუნებრივია, არ არის ეს უბრალოდ ერთხაზოვანი. შესაბამისად, ბუნებრივია, კლიმატი და ადამიანის ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის ბუნების და ადამიანის და შესაბამისად კლიმატის გავლენა ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია და პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემ პროფესიული კვლევის მუდმივი თემა გახლავთ და რაც შეეხება ოჯახს და გარემოს, ბუნებრივია ის ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს და ამაში მე მგონი ახალი არაფერი არ არის და ალბათ როგორც ყველა ადამიანში ჩემშიც. ბატონო დავით, ერთი ცნაური კითხვა მინდა დავსვა. დიდი ხანია ჩვენთვის ეროვნულ მუზეუმში ერთ-ერთი საყვარელი ადგილი არის ზეზო და მზიას საგამოფენო სივრცე. როგორი მამა იყო ზეზო? იცით, საინტერესო კითხვა არის. ჯერ რა ვისწავლეთ, უბრალოდ რა ვიცი დღეს მათ შესახებ. მეცნიერული კვლევით აჩვენებ თქვათ ფიზიკურ ტიპს, როგორი აღნაგობა ქონდა, როგორი თქვათ ამ ასეთ სხვადასხვა ანატომიური დეტალი. ეხლა უფრო განვითარებული მეცნიერული კვლევით ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იგივე ტვინის არა მარტო მოცულობას, არამედ აღნაგობასაც. ანუ ვითარდებით, ასე ვთქვათ და შესაბამისად ვცდილობთ ასევე აღვადგინოთ ქცევის მოდული. რა იყო მათში განსაკუთრებული ქცევაში. თვითონ ზეზოაზე მე გამიჭირდება თქმა, მაგრამ ერთ-ერთი აღმოჩენა, რომელიც მე ვიტყვი, რომ ძალიან დიდი აღმოჩენა არის თვალში, ეს არის უკბილო, ძალიანად უკბილო ჰომინიდის თავის ქალა.
და ეს აღმოჩენა, როგორც ანატომიური აღმოჩენა, არც დიდი აღმოჩენა არის, მით უმეტეს იგივე უეზეზვა და მსიას მათი შვილის შემდეგ. მაგრამ მაინც მოხდა ყველაზე მაღალი რანგის სამეცნიერო ჟურნალებში, ასევე პოპულარულ. და რატომ? ეცეთ რომ ეს ჩვენ წარმოვადგინეთ, რომ ეს გახლავთ პირველი ნიშნები ადამიანური თანაგრძნობის. ანუ ეს ადამიანი, რომელიც იყო უკბილო და დაავადებული, უკვე შესწავლილია სხვა დაავადებები. ის ვერ იცხოვრებდა სხვების ზრუნვის გარეშე. რა საინტერესო ფაქტია. მე ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან ფილოსოფიური გამოწვევა. ეცეთ ახლა დღეს თუ გადმოვიდან დღევანდელობაში დისკუსია იყო, ესეთი ძალიან გავლენიანი ადამიანები ამბობენ, რომ ემპათია რა გჭირდება, ხო? სისუსტეაო ადამიანის და მე ვიტყოდი, რომ აი Homo erectus-ით მან ესე აჩვენებს, რომ პირიქით თანაგრძნობა, ჯგუფური ცხოვრება ეს არის ის სიძლიერე და ის უპირატესობა, რომელითაც ეს ჰომინიდები გამოირჩეოდნენ სხვა ჯგუფებიდან და შემდგომში მივიდნენ უკვე თანამედროვე ადამიანად. ესე რომ, არ ვიცი, ხა შეიძლება რთულად ახსენე, მაგრამ მგონია, რომ იმ აღმოჩენებს შორის, რომლებსაც აქვს ძალიან დიდი მეცნიერული მნიშვნელობა, ამ აღმოჩენას განსაკუთრებული ადგილი. ეს არის დაახლოებით 1.8 მილიონ წლის წინანდელია. და როგორც ერთის მხრივ ალბათ ყველა მიცის, რომ ეს არის უძველესი ნამარხი აფრიკის გარეთ ევრაზიაში, მაგრამ კვლავ არის მეცნიერების ინტერესების სფეროში. აი, სულ ახლახან გამოქვეყნდა ერთი კვლევა, რომელიც ჩვენ ესპანელ კოლეგებთან ერთად იყო და მათი აღმოჩენის წარმოჩენა შეუძლებელი იყო თმანისის გარეშე, ანუ ეს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე სულ რამდენიმე თვის წინ ასევე Nature-ში და ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც აჩვენა სხვა შორის ფართო საზოგადოება ჯერ ალბათ არც იცის, აი ზეზვას და მსიას შვილი ყავს, ხო, ჩვენ ნაპოვნი, რომელიც თინეიჯერია და ზუსტად შეგვიძლია ახლა ვთქვათ მისი ბიოლოგიური ასაკი, რამდენი წლის იყო ზუსტად და ანუ რომელიც რა თქმა უნდა ათეული წლების კვლევა დაჭირდა ამას სხვადასხვა ლაბორატორიებში და სხვადასხვა მეთოდოლოგიით. მაგრამ ეს თუ ვიტყვი საჩვენებს, რომ მეცნიერება შეიძლება იყოს საინტერესო ფართო საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, აი ეს მოაქვს ამ აღმოჩენებს, რომ გარდა იმისა, რომ ხარ საერთაშორისო სამეცნიერო სისტემაში, ასევე შეიძლება ისეთ საკითხებს შეეხო, რაც არის კაცობრიობისთვის საინტერესო. რამდენი წლის იყო? სადღაც 11 წლის იყო, უკვე როდესაც 11 წლის ნახევრის, როდესაც უკვე ის ცდება ბავშვურ ასაკს. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ზოგადად აი მაიმუნებში ძალიან სწრაფად ხდება დასრულის განვითარება და ელოდებოდნენ მეცნიერები, რომ აქაც ესეთი შემთხვევა იქნებოდა. ჩვენ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ უფრო ადამიანის მსგავსია ეს. ანუ უფრო გვიან ვითარდება. ანუ გვიან ვითარდება ხდება თანამედროვე და რას ნიშნავს ეს? რომ მას აქვს უფრო გრძელი ბავშვობა და ის კითხვა თქვენ რაც ვკითხეთ, რომ გავლენა ის ოჯახშია ჯერ. ანუ ყველაზე მეთხა შერჯერობით ისევ თავის მშობლებთან, სწორედ ეს თმანისელის პირმშო იყო და ეს დიდი მეცნიერული ახალი აღმოჩენა. სახელი აქვს, კი არ მახსოვს. არ დაგვიქმნებია არა. ამ მესამესთვის არა და ალბათ როდესაც უფრო ფართო საზოგადოებას ამ აღმოჩენებს წარმოადგენთ. ნათლობაც ვერ შედგება. მერეს დავარქოთ. მაშინ ნეტა როგორ იქნებოდა ის? რამე წამომიღე მამა. ესეთ სხვა შორის ახლა სერიოზულად რო ვთქვა, ეს რასაც აჩვენებს, იცით, რომ რამდენად მნიშვნელოვანია განვითარებაში ტრადიციების ცოდნის გადაცემა უკვე თითქმის 2 მილიონი წლის წინ. და ეს მე მგონი დღესაც ძალიან სასარგებლოა. ბატონო დავით, ბავშვი ვახსენეთ და ბავშვი შემოვიდა ჩვენ საუბარში.
ცნობილი ფილმი თოჯინები იცნიან, იქ არის ერთი ფრთიანი გამოთქმა, რომელსაც ხშირად ვიყენებთ, რომ რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუმი, იმიტომ რომ არ ქონდა მას სათამაშო. ამ დროინდელი რამე სათამაშო არსებობს ეგეთი რაღაცა. ამ დროინდელი სამწუხაროდ არ ვიცით, მაგრამ არის ბრინჯაოს ხანის სათამაშო, ნანახი რაღაცას კოჭების გავსი, 3000 წლის და ეს მამასთან ერთად არის დაღუპული ეს ბავშვი და ეთქობა ჩამოექცათ ეს ყორღანში და იქ არის პატარა კოჭები სავარაუდოდ სათამაშო. ეს რაც ვიცით, შეიძლება უფრო ადრეულიც არის. ეს საქართველოში, კახეთშია. რაც საინტერესო იქნება და ის პროცესი მამონტაშვილი იმ დროინდელი სათამაშო. რას აკეთებდნენ არ ვიცით, შეიძლება ცდილობდნენ შესულიყვნენ ესეთ ადგილას, სადაც ვერ შესძლეს, ნო. საინტერესო იქნება. მე მინდა აუცილებლად ვახსენო ბატონი ოთარ ლორთქიფანიძე, მამა თქვენი, რომელიც ქართული არქეოლოგიისთვის არის უდიდესი მოვლენა. რამდენად განაპირობა მამას პროფესიამ ის, რომ დღეს თქვენ ფაქტობრივად იგივე საქმეს აკეთებთ? მე ვიტყოდი, რომ პირიქით მოხდა დასაწყისში. მამა, როგორც თქვენ ახსენეთ, საკმაოდ ცნობილი მეცნიერი იყო. ის იყო ანტიკური არქეოლოგიის სპეციალისტი. მე ავირჩიე საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მე დავამთავრე გეოგრაფია, გეოლოგიის ფაკულტეტი და ჩემი ორივე დისერტაცია საკანდიდატოს და სადოქტოროც უფრო პალეოგეოგრაფია, პალეობიოლოგიასთან იყო კავშირში. მე ვსწავლობდი კიდევ გერმანიაში, სწორედ ქვის ხანის არქეოლოგიას, ბევრი მომეცა საშუალება განვითარების. იმ დროს, როდესაც პროფესიას ვირჩევდი, მართალი გითხრა, ძალიან ბევრი არჩევანი არ იყო, რადგანაც სხვა ვერ წარმომედგინა მეცნიერების გარდა და რაღაც სხვადასხვა დარგებს შორის რომ იყო, მე გადავწყვიტე ამ მიმართულებით წასვლა, მაგრამ ისტორიკოსობა მართალი გითხრათ, იმიტომ არ მინდოდა, რომ მამას ჭtilში არ ყოფილიყავი, ყველა ცოტა ამბიციურები ვართ. თან ისე მოხდა, რომ ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი არქეოლოგიურ ექსპედიციებში მოკატარებული და ის რასაც ხვები თქვათ აუდიტორიებში სწავლობდნენ შემდგომში ან წიგნებიდან ის ჰქონდა და ასე რომ ამ ხრივ ეს არ იყო, მაგრამ ერთი შემიძლია ხა გავიხსენო. მამამ ერთხელ მითხრა, რომ ეცე მომავალიო არქეოლოგიის არის სწორედ საბუნებისმეტყველო დარგებში და უნდა გითხრათ, რომ დღეს ძალიან დავაფასე ეს, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად მეცნიერი აღიარებს, რომ მის დარგს აქვს რაღაცა შეზღუდვა და ახალი უფრო განვითარებადი იქნება. მაგრამ ახლა სხვა მხრივ, როდესაც ადამიანი შენ გვერდით არის, რაღაცებს სწავლობ და ბუნებრივია გავლენას ახდენს. როგორი მამა იყო, რო გითხრათ? სიმკაცრე თუ ჩვეო და ეცეთ გარეგნულად, ძალიან მკაცრი ჩანდა, მაგრამ ესეთი არ იყო. ერთი თვისება ჰქონდა, გეტყვით, რომ აი ზედმეტად არ გეუნებოდა ესექენი, ან ის უფრო თავის აქციელით გაჩვენებდა. ალბათ როგორც ყველა შვილისთვის, მამა მისთვის განსაკუთრებულია. ჩემ შემთხვევაში მე მართლა ძალიან დიდი ბედნიერება მქონდა, მე ნახა ადამიანის მაგალითი მეცნიერის, რომელიც იყო პრინციპული, პირდაპირ გეტყვით. მაგრამ ალბათ შემიძლია თქმა იმის, რომ ძალიან მაღალი ეროვნული თვითშეგნებით და ეცეთ საბჭოთა დროს ძალიან სპეციფიური იყო, ალბათ ნებისმიერ დროს, მაგრამ მაშინ განსაკუთრებით სწორად მოძებნო შენი ადგილი, იყო პროფესიულად, ასე ვთქვათ, რა მარტო პატიოსანი, გამართული, ასე ვთქვათ, მაგრამ ამავე დროს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შენი ქვეყნის ცხოვრებაში, რაც ის როლი შეასრულო, რომელიც შენ შეგიძლია და მოძებნო ეს ბალანსი. მამა ესეთი იყო, რომელიც არ იყო ახლა ესეთი განსაკუთრებული საზოგადოებრივი ფიგურა, რომელიც ახლა ხშირად თქვათ, გამოდიოდა და სხვადასხვა თემებზე საუბრობდა,
მაშინ ის ხოლმე მეუბნებოდა არასდროს არ ელაპარაკო მაშინაშიც არ ერკვევი და ცდილობდა რომ იმის იქეთ არ გასულიყო. ეს იყო რას დამჭა მართალი გითხრათ მისი დამოკიდებულება პროფესიულ სფეროსთან. ვიცი ხა პირადად ჩემთვის პირდაპირ შემიძლია თქვა რომ ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო რომ ესეთ ადამიანთან ვიყავი ხა ეს მარტო ემოცია არ არის და მგონია რომ ადრე დაგვტოვა რომ შემეძლო კიდევ მეტი მისალოთ ვიმეო. ცნობილია და ყველამ კარგად ვიცით რომ ვანის არქეოლოგიური მუზეუმი რომ გვაქვს არის ბატონი ოთარის დამსახურება. თქვენ ის გავთნათ ერთ-ერთ ინტერვიუში რომ საბჭოთა ხელისუფლება ვანის მუზეუმის პოპულარიზაციას დიდად ხელს არ უწყობდაო, მაგრამ ბატონმა ოთარმა ეს მაინც შეძლო და დღეს გვაქვს ძალიან დიდი საგანძური. როგორი ურთიერთობა ქონდა აი იმ იმასთან, იმპერიასთან, იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ხელს უშლიდა? აი ძალიან არ კითხვა, იცით, მე მაშინ სულ პატარა ვიყავი. ეს იყო სიმპოზიუმები, რომელიც ეხებოდა შავი ზღვის პირეთის არქეოლოგიას, ბერძნულ კოლონიზაციას. პირველი ჩატარდა წყალტუბოში და შემდგომ სულ ვანში ტარდებოდა. სკოლაში სწავლობდი პირველი სიმპოზიუმის დროს, მაგრამ უკვე ძალიან კარგად მახსოვს მთელი ეს პროცესი მამაც და მისი კოლეგების. ეს იდეა იყო, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარმოეჩინათ კოლხეთის იდეა, კოლხეთი როგორც ქართული სახელმწიფო საფუძველი. და ამის გზა იყო სწორედ ეს საერთაშორისო შეკრებები. თავიდან უფრო მეტი იყო საბჭოთა კავშირის, მაგრამ შემდგომში ეს გახდა მთლიანად საერთაშორისო და უნდა გითხრათ რომ აი ბევრი მისი კოლეგა ეხლა ამბობს რომ ეს იყო ადგილი სადაც დასავლეთის სკოლების წარმომადგენელი საბჭოთა მეცნიერებს ხვდებოდნენ. ანუ გარკვეულწილად საქართველოს ვანს ჰქონდა ეს ფუნქცია გაერთიანების და მე ვფიქრობ, რომ ამან ძალიან დიდი როლი შეასრულა. კიდე გეუბნებით ეს იყო ადამიანთა ჯგუფი ამასთან ერთად, ვინც ამას აკეთებდა. ჰქონდა დიდი წინააღმდეგობა, ბუნებრივია, იმიტომ რომ გარდათ მინდა მეცნიერული დისკუსიისა, რომ ახლა იმ დროს, როდესაც ბერძნული სამყარო დომინირებს და შენ გააქვს რაღაცა შენი განსაკუთრებული წერტილი, ახლა ყველასთვის ადვილი მისაღები არ იყო. მაგრამ უფრო რუსი კოლეგებისთვის ეს როგორ შეიძლება კოლხეთი იყოს. და სხვაშორის ერთ-ერთი მთავარი მათი ასე ვთქვათ წარმომადგენელი იყო აფხაზეთიდან. ვორონოვი იყო ესეთი, მახსოვს კარგად, რომელიც მე მოკლეს ის მე აფხაზეთის ესე ვთქვათ დამოუკიდებელი აფხაზეთის მთავრობაში იყო. ის იყო აი როგორ გითხრათ, ესეთი შავრაზმელი. ეს ამას მოვესწარი და მე ისე მოხდა, იცით, უკვე მე როცა ეროვნული მუზეუმის დირექტორი გავხდი და დადგა საკითხი ვანის მუზეუმის განახლების და რეაბილიტაციის. მოხდა ისე, რომ ჩვენ შევძელით და დღეს ახლა ვანის მუზეუმი იცით ალბათ, რომ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი პრიზის მფლობელია და რა ძალიან პრინციპულია ეს მითი კოლხეთის შესახებ არის აქ გარკვეულწილად წარმოჩენილი. ანუ მითი მხოლოდ ასე ვთქვათ, მოყოლით არ ხდება, ხო? საჭირო არის ამა თუ იმ იდეის სწორი წარმოჩენა. და ის რომ აი ვანის მუზეუმი ამას ასრულებს, როგორც ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა წერტილები, ეს გადამეტების გარეშე რა თქმა უნდა მამას და მისი ვიტყვიაზე გუნდის დამსახურება ვანის ექსპედიციის და დღეს ჩვენ შეგვიძლია სოფლიოს უთხრათ, რომ აი ამ ეპოქაში ჩვენ გვქონდა ჩვენი ადგილი. ცდილობები იყო რაღაც სიახლის დაბლოკვის მაშინდელ დროში. გახსოვთ მსგავსი ფაქტი? ახლა რა თქმა უნდა იყო ბუნებრივია, ახლა რაღაც ყველაფერი წითელ ხალიჩაზე არ ხდება, არც მაშინ, არც მერე, არც ვანის მუზეუმს არ ქონდა. ადვილად არ მოხდა მისი რეაბილიტაციაც, მაგრამ ახლა სახელმწიფო ძალიან აქტიური პოზიცია დაიჭირა და ეს მოხდა. საერთოდ მგონია, რომ ერთ-ერთი რაც მან გადმომცა, ის არის, რომ პრობლემებთან ბრძოლას წუწუნი არ შვილის.
ბატონო დავით, წეგან ბრძანეთ, რომ ის რასაც სხვები აუდიტორიაში ისმენდნენ, მე პროცესში მქონდა ნანახი არქეოლოგიური აღმოჩენები. როდესაც სახში რაღაცას მუშაობდა ჩემი შვილი, რაღაცას მეკითხება და ძალიან ვარ ჩართული საქმეში, ხანდახან ვუბრაზდები კიდეც რომ საქმე მაცადოს. აი, როცა დაყვებოდით ბატონო თარს არქეოლოგიურ გათხრებზე, ექსპედიციებზე, გიბრაზდებოდათ თუ გრთავდათ დიდი სიმკაცრე იქ მართლებით დისციპლინა ექსპედიციაში იყო და ხაშურის ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენას მე მოვესწარი, მაგრამ ახლოს ვერ მივსვარ ვინ იმშვებთან ერთად. ისე ხაშურის მე რაღაც არ მინდა ხარ რევანში ვიხმარ, მაგრამ თვითკმაყოფილება მქონდა მე უკვე დიდი საერთაშორისო გამოფენები რო ქონდა და ეს აღმოჩენები უკვე ხელში გეჭირდა შე. მაგრამ ზოგადად იცით რაც თავის სამყარო ქონდა, ერთი კი იყო რომ მის მაგიდას და განსაკუთრებით სლაიდებს არ შეიძლებოდა ვინმე შეხებოდა. ერთადერთი ჩემი შვილი იყო, ვინც მიიღო მერე უფლება უკვე როგორც ბაბუა ეთყობა რო დარბილდათ. ზოგადად ბაბუები შვილიშვილებს უფრო მეტის უფლებას აძლევენ ვიდრე შვილებს. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ მე გავიმეორებ ეცეთ ეს მის არავინ არ არის იდეალური და მას ასახა თავისი შეცდომები. მე მითხრა სხვა შორის ერთხელ უკვე პროფესიულად მეც უკვე წარმოჩენილი ვიყავი და მითხრა რომ ჩემი შეცდომები არ გაიმეორო. რაც არის ესეთი მაგრამ რა მომენტი მოხდა, მე ზუსტად იმ დღეს წელი იყო 2002 წელი იყო. რაღაც ძალიან გამიმართლა, საერთოდ ძალიან შემილია რომ ძალიან ბევრჯერ იყბალმა, ძალიან ბევრი მომცა პირადად გაცილებით მეტი ვიდრე იმსახურე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და ის წელი იყო რაღაც ამერიკაში ეს ერთი ახალი სტატია გამოვიდა Science Magazine, National Geographic იცით ჟურნალი, კათი გვერდი. ეს ჰარვარდის უნივერსიტეტში ვარ. რაღაცა ყველაფერი რომ ხო იცი რაღაც წარმოუდგენლად დაუბრუნდი ჩემ საქართველოში ვარ და მაშინ სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი იყო ბატონი ლევან ჭილაშვილი და მან დამებარა და ჩემი მოადგილის შემომთავაზ და გავხდი იმ დღეს 18 მაისი იყო 2002 წლის. მამა და იყო კალაგარეთ იმ დღეს დაურეკეს იმ საღამო იყო რომ ესე გავხდი და შევატყვი რომ ესე ამოვნა ხა თუ ძალიან დიდი პოზიცია იყო ეს. იმ ღამეს გარდაიცვალა. გული თუცებ მოხდა და და რაღაცნაირად ის იყო იცით რაღაც ბედი არ ვიცი რა დავარქვა ამას დიდ სიხარულს მოყვა ძალიან დიდი ტკივილი. მაგრამ ამა ბედნიერი იყო, თავი დარწმუნებული ვარ, რომ თავის შვილის წარმატებით. იცით ეს რაღაც ბევრ ამას მიაღწია ძალიან სულ დიდი შრომით მიღწევით. მე ბევრად ადვილად კიბერ თქვათ ეს აღიარებები მამას გვიან მეოვიდა ეს აკადემიკო სკოლაში. მე ბევრად ადრე და ბევრად დაუმსახურებლად კიდე გეუბნებით ახლა არ ვამბობ ამას წყალბეთ თავდაბლობით. ვიცი რომ მამას კვლევები, მამას მიერ შექმნილი მიმართულებები დღესაც აქტუალურია. რამდენად მე ვახერხებ ჩემი და რომელიც ახლოს არის ის უფრო ახლოს არის მის პროფესიასთან, ვახერხებთ მისი სახელის ასე ვთქვათ სრულყოფილად შენარჩუნებას არ ვიცი, მაგრამ ის რომ ვანის მუზეუმი მის სახელს ატარებს და დღეს ის ქვეყანას გარკვეულ წილად აძლევს, რაღაც მცირე ადგილს, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ უნებრივი რაღაც განსაკუთრებული ბედნიერებაა ჩემთვის პირადად. ბატონო დავით, ახლა თქვით რომ აღმოჩენები რომ ეკავა ხელშიო. აკა მორჩილაძის ერთ-ერთ წიგნში გუშინ კითხულობდი ზუსტად მთავარი პერსონაჟი შეყავს მასპინძელს დასავლეთში, მარანში. ნამდვილი ციცკაცოლიკაური უნდა მოგიხსნაო, ჭურს მოხდიან და ესეთი სიტყვები წერია, რომ რო ამოვარდება ხოლმეო. საქართველო ამოვარდებაო იქიდანო. რამდენი საქართველო გაქვთ ესე ამოვარდნილი ნანახი კაცმა არიცი და როგორი შეგრძნება ეგრე უძველესი ძალიან ესეთი კითხვა ხაშურის აღმოჩენა თვითონ მასალის შეიძლება იმ წუთში იქ არ ხარ
ცეთ აი მაგალითად პირველი ყვა როცა აღმოჩნდა მაშინ 27 წლის ვიყავი საერთოდ 28 წელი ვიყავი და მეთი გერმანელი სტუდენტი იყო მე კიდე ერთი ქართველი ვის და მისი მნიშვნელობა იმ წუთში ვერ მივხვდი მოვიტყუები და აი მე როდესაც აი ბატონ ლევ გაბუნიასთან ერთად ვიყავით გერმანიაში და ხო 3 თვის მერე და უცებ ცით ვიღაცებს ხედავ ისეთ სახელებს რომელიც მარტო წიგნებში აქვს და მაშინ მივხვდი ამი რომ ეს რამდენად მნიშვნელოვანია და სხვა გრძნობა აქვს. მე როგორ არის ხოლმე ეს ახლა ვიხსენებ ხო დიდ აი მაგალითად როდესაც გამოქვეყნა რაღაც და მიღებულია ეს აი მაგალითად უყურებ და აი სამეცნიერო სტატია მაშინ აღმოჩენს მომენტში რა თქმა უნდა უფრო ემოცია ხო ემოცია ძალიან დიდი ემოცია იყო მართალი გითხრათ როდესაც აი უკვე გავიგეთ რომ იბეჭდება სტატია უძველესი ღვინის შესახებ აი ეს იყო მაშინ მახსოვს სადგურზე ვეყავი საფრანგეთში და მაშინ ყოველ წუთში უყურებდი რომ აი მიიღეს თუ არა ეს ამერიკის აკადემია და აი რაღაც მე მგონი გიჟი ვეგონეთ იმ სადგურზე როცა ასე რომ სხვადასხვა მომენტებია ეცეთ ალბათ სხვადასხვა საკუთრებული ან ზოგჯერ მუზეუმის გახსნა, გამოფენის გახსნა, ხო, მაგრამ ის აღმოჩნდა თავისთავად არის იღბალი, შანსი ეს უბრალოდ მე რამდენად შეძლებ ამ იღბალის დანახვას, გამოყენებას და კიდე ყოველგვარი თავდაბლობის გარეშე თუ არ არის გუნდი და თან განსაკუთრებული ვერაფერს ვერასდროს ვერ მიაღწია. ეს არის სრული ბლეფი, რომ აი რაღაც ერთეული გენიოსი ასე შემდეგ. კი აქვს ლიდერის ფუნქცია და ხა რაღაც ხშირ შემთხვევაში მე მევალება ეს. ძალიან დიდი ბედნიერება იყო ესეთ აი გიმუშავიათ მამასთან ერთად? ესეც ხაშორის აი ბოლო იყო ესეც აი მამა შაბათს გარდაიცვალა და სამ შაბათს გქონდა რედაქტორთან შეხვედრა რომ ერთობლივი წიგნი უნდა გამოსულიყო. ესე მოხდა რომ ოფიციალურად არ გქონდა, მაგრამ მაინც გავაკეთებ ის 20 წელი გავიდა, მაგრამ იმ წიგს მაინც გამოვიდა თუ გამოვა აუცილებლად. ბუნებრივია ორი ავტორი ეყოლება. რა თქმა უნდა, ის მოამზადეს ვაიშორის, მაგრამ რაღაცას მეთქი. მაგრამ ისეთ მუშაობა იყო ის, მე ვფიქრობ, ხა შეიძლება ფორმალური მუშაობა არ არის, მაგრამ როდესაც რაღაცა სწავლობ, იცით, სწავლობ და კიდე ერთხელ მინდა იმ დღეს არქეოლოგია თავისთავად ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საბჭოთა დროს, აი ვთქვათ, ხა თქვენ უკვე უფრო მეტად დამოუკიდებელ საქართველოს მოესწარით და დიდად პოლიტიკური ფუნქცია ჰქონდა ქვეყანას, ხო? საბჭოთა დროს ჩვენთვის კულტურა ძირითადად იყო სპორტი, იყო ის რაც გვიქმნიდა, აი მათ შორის იყო არქეოლოგია და აი დღეს გადასახედიდან ძალიან დასაფასებელი ფაქტები გახდათ. პირველ რიგში ის, რომ აი თქვენ თუ შეადარებთ სხვა ქვეყნებს, იმიტომ რომ იქ სადაც მოდით ესე ვთქვათ, კოლონიალური არქეოლოგია შემოდიოდა, ხო? ეს ნივთები მე მიდიოდა სხვაგან. იგივე იყო საბჭოთა დროს. აღმოჩენები, რომელიც იყო შუა აზიაში, კავკასიის სხვა ნაწილში, ის მოსკოვში ხდებოდა. ეს რუსი არქეოლოგი მუშაობდა, რომელიც მე ლენინგრადში იყო მაშინ. საქართველოში არქეოლოგიურმა სკოლამ მიაღწია იმას, რომ ერთი არქეოლოგიური აღმოჩენა სისტემური გათხრებიდან არ წასულა სხვაგან. ეს დღევანდელი გადასახედიდან არის ეს ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იმ დროის ვთქვათ იდენტობა. დღევანდელობისთვისაც სამეცნიერო სამყაროში შენ ხარ ცივილიზებული საერთაშორისო სტანდარტის ქვეყანა ამ სფეროში. ანუ გაკ სისტემატიზირებული ყველაფერი, ზუსტად იცი ხვალ რა შეადარო, როგორ მოახდინა და მე ამას ვხედავდი კიდე გეუბნებით. მაგრამ ვაანალიზებ ახლა არ ვერ დავიჯერებ, მე თვითონაც ვერ დავაჯერებ ჩემ თავს, რომ მაშინ ხვდებოდი ამას. მაგრამ ეს მე შემოდეს, იცით, აი თქვენ რასაც თქვენ ცდილობთ, ხო წარმოაჩინოთ რა როლი აქვს მშობლებს, მამას.
ყველაფერი პირდაპირ არ მოდის, ხო ეს მე რაღაცნაირად შემოდის ორგანიზმში. და ყველაზე ეფექტური სწორედ ეს არის. აი თქვენ კლიმატი ბრძანეთ, გარემოს გიქმნის ის მშობელი და ალბათ ჩემთვის ეს არის მაგალითი და თუ ოდეს მე რაღაცა წარმატებას მივაღწევ, ვცდილობ რომ აი დაწესებულებაში სხვანაც ზედმეტად არ ჩაერიო სხვაში. მაგრამ რაღაც მაგალითით დაანახო რომ როგორ ჯობია, როგორ იქნება. ეს იყო მისი სტილი და არ დაგიმალავთ ძალიან ხიბლავს ეს. ჩემთვის ყველაზე ახლოს ეს არის. თქვენ თვითონ როგორი მამა ხართ? ალბათ ჩემ შვილს კი უნდა გითხოვთ, მაგრამ ზოგადად მე ვცდილობ რომ არ ჩავერიო, მაგრამ რაღაც ჩვენო თუ მკითხავს ვეთქვი და ზედმეტი ჭკუისალების მომხრე არა ვარ. საერთოდ ალბათ ადამიანსაც აღიზიანებს, როდესაც ზედმეტად ერევიან და ხდენენ მის განსაკუთრებით თინეიჯერულ ასაკში. აი ხა ვფიქრობ, არა უფრო მაინტერესებს როგორი ბაბუა ვიქნები. ხა ჩემთვის ეს არის ყველა საინტერესო გამოწვევა, ხა ჯერ 5 წლის არის, 5 წლის ხდება ჩემი შვილი და ეს რამდენი უკვე აქვს თქვენ ნივთებთან შეხელისუფლება? კი, ახერხებს და ჩემაგიდას კი კარგად იცნობს. პროფესია შვილის თქვენი შვილი რა მიმართულებით წავიდა? არა, ჩემი შვილი აბსოლუტურად სხვა მხრით წავიდა ჩვენ ოჯახში. ჩემი მეუღლე ხელოვნებაცოდნეა. მისი ოჯახი დაკავშირებულია ხელოვნებასთან იყო. ჩვენი მეცნიერი და ბაბუაც ექიმი, დედაც ექიმია, მაგრამ ჩვენი შვილი წავიდა მარკეტინგით, მაგრამ ეხა ხელოვნებასთან უფრო ახლოს არის ხელოვნების მარკეტინგთან, ასე ვთქვათ. მაინც ფესვება მაინც თავისი და ვერ გეტყვი, იცით დღეს 21 საუკუნეში რაღაც სხვა გამოწვევებიც არის, სხვა შეიძლება შინაარსობრივად იგივე იყოს, მაგრამ ფორმა სხვა მოიძებნოს და ესე რა გითხრათ, ხა იდეალური არც არავინ არ არის, შეუძლებელია იდეალური პროფესიის მოძებნა. ალბათ მშობლის ვალდებულება არის ის, რომ პირველ რიგში ისე ჩაუდოს თავის შვილს, რომ კითხვა არ უნდა კონდეს, რომ თავარი არის მისი ქვეყანა. თუ და იქ არის წითელი ხაზი, ის არ ვთავრდა. მე ესე აღვიზარდებ. მერე უკვე ყველაფერი დეტალები. თქვენთან რომ მოვიდოდით ახლა საუბრობდით პედაგოგ და აკადემიური და ისეთი გადაცემა გამოგვივა მეთქი. თქვენი საუბრის მანერა შემიძლია ტელევიზორთან ან YouTube-ზე არ ვიცი, ეკრანზე სადაც გამოჩნდებით, აი მონუსხულივით გისმინოთ ხოლმე. მაგრამ ახალგაზრდა და სტუდენტობის პერიოდში როგორი იყო ბატონ დავით ლორწკიფანიძე? რაღაც ხა უფრო რაღაც სკოლაში ალბათ ხო სხვა შორს ერთი ამბავი გამახსენდა, როდის მამა ჩემს გული ვატკინე მართალი გითხრათ. პეცაბჭოს დაიბარეს ერთხელ და ისე შემეცოდა მე რა. მაშინ არ ვაფესებდი, იმიტომ რომ თან მიხეთ მართალი გითხრათ სულად არ ვსწავლობდი. და პეცაბჭოზე რაღაც უბრალოდ მოვიქეცი სკოლაში. რა დააშავეთ ამისთან? რა ვიცი რაღაც ყოფაქცევაში მაშინ მახსოვს რომ აი მართლა შევატყვე რაღაც ძალიან დამცირებული მაგრამ იცით ხა რაღაც თქვენ გესაუბრებოდით რაღაც თავიდან გავიხსენე რას აქცევდა ყურადღებას ესეთ ისტორია მქონდა სულ პირველი გამოცდა იყო უნივერსიტეტში და მივიღე სამიანი ბაშოს მიმცემი არ მემედია სამიანი კარგად სწავლობდი მე მაინც შედარებით ხა გენიოსი არ მივიღე სამიანი და მე დამავიწყდა ეს და მან ლექტორი მახსოვდა ეს გვარი ეს კაცი იმის მე არც მქონია მაგრამ გადის ხანი სულ ცოტა 20 წელი და რაღაც დიდი ჩვენი აღმოჩენა იყო Science Magazine და მე აი პირველად ასე ვთქვათ ტელევიზიით საუბრობ ამ დიდ აღმოჩენებზე. ხდება მამაჩემ ხდება. გისმინეო იმ დღესო რა მაცია დიდად ქებას იცი რას ვფიქრობდიო ის ლექტორი თუ უყურებდა შესაძლოა მაგრამ გითხრათ არ დამთავრებ ის ლექტორი თუ
კაი მეთქი რა გაგახსენა მეთქი და გვარიც მეთქი ხანუ აღარ არ მინდა ეს თქვა და გადის წლები რაღაც უნივერსიტეტის იუბილეა მე უკვე აკადემიკოსი რაღაც ისე პრეზიდენტი უცებ ეს კაცი ხვდება უკვე 90 გადაცილებული არის და შემხვდა როგორ ახარო და ხა არ ვიცი ხო ახსოვა იციო ტელევიზორში გამოჩდებიო ჩემ შვილიშვილებს ვეუნები ეს ჩემი სტუდენტი იყო და გეფიცებით აი ისე მომინდა აი ისე მეთქი ხა მამა ჩემისთვის ეს მომაყოლა რომ რა ახსოვდა წარმოიდგინებ თუ მაგარია რა კარგი ის ხო ამდენი წლის მერე ხინჯად ქონდა მკითხოთ ეხა თქვენ რომ მკითხოთ რომ აი რას მოუყვებიო რაღაცებს სერიოზულად მოუყვებოდი ხო აი მაგალითად ეხა რაღაც ისე მოხდა აი მართლა ბედის დიდი ის გახლა რომ გელათის რეაბილიტაციის პროცესში რაღაც ჩემი როლი მაქვს აი საქართველოს საპატრიარქო მიწვია იქ სამეცნიერო ხელმძღვანელი ნაუნჯერ სულ პატარა ვიყავი რომ იქ დავყავდით და სპეციალურად ავდიოდით რომ აი წყალი უნდა დალიო გელათის დავით აღმაშენებელი ვინ მაშინ ვინ წარმოიდგინე დავით აღმაშენებელის ნუ ხსენება როგორ არა მაგრამ ისი როლი ესე წარმოჩენილი და უცებ ხა დღეს მე აქ მაგ რაღაც ეს პროექტი აკროდებს მისი საფლავის აიდან იყოს როგორ შევიდეთ განვითარება და ამას რა თქმა უნდა მოუყვებოდი და ხა ველაპარაკები ხომას ვეთყოდი რა შენ წარმოგიდგენი რას შენ ვერ ახერხებდი ხა მე მაგ ამის საშუალება და ეს სამიაზე აუცილებლად ეთყოდით ხო? ბატონო დავით, 91-ში დაიწყო დმანის პირველი აღმოჩენა. მამას რეაქცია რა იყო ამაზე? ო რა ისე საერთოდ უნდა გითხრათ რა ხა უკვე წასული ის ამ ქვისხანის არქეოლოგიას რაღაც ისე ზემოდან უყურებდა. თუ არ იყო აღმოჩენები და ხა წარმოიდგინე შეადარეთ ერთ მხარეს ვანის ოქროები, თრიალეთის თასი და რაღაც ქვები და ძვლები და მე ისე მოხდა რომ ხაშურის დმანისი უკვე 93 წლიდან იყო ცნობილი ესეც ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო აბესალომ ვეგუა რომელიც მათ პირველად განსაზღვრა რომ იქ შეიძლება იყოს ძველი ასახლარიან ხო დროის მარტორქის კბილით მე რეკვის აღიარა მთელი ისტორია ამის 91-ში და მე მოხდა რომ მიხვდა რომ ეს გადაფარა დვანისმა ეს მაგრამ ეხლა და მე ხო გითხარით აი უკვე მოესრო პრინციპში აღიარებას საერთაშორისო აღიარებას მოსლას და თვითონაც დაინახა და ის ფრაზა მე რაც გითხარით რომ საბუნების მეტყველო დარგებს აქვთ მომავალი არქეოლოგიისთვის ეს დღეს ესე ხდება მე შემიძლია ეწევან რამდენიმე მაგალითი მოგიტანეთ ხო ეს ასაკის დადგენის ბიოლოგიური ტვინის ეს არის ახლა დღეს ყველაზე ესეთი ერთ-ერთი თემა იგივე მოლეკულური ბიოლოგიით ინფორმაციის მიღება აი იგივე მე რატომ მინდა ეს ამას ხაზი გაუსვა რომ აი რაღაც პატარა ცულის ნატეხი რომელიც თქვათ არ არის ეფექტური ის შეიცავს ისეთ ინფორმაციას რომელიც გაძლევს საშუალებას აღადგინო წარსული ძალიან სპეციფიური თემები. იმდენად რომ აი ნობელის პრემია მედიცინაში ცოტა ხნის წინ მიიღო ერთმა ჩვენმა, ნუ შემიძლია კოლეგა ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ ვაძლევთ, ნუ მეცნიერები მასალას და მან აღმოაჩინა ისეთი რაღაცები მედიცინისთვის მნიშვნელოვანი, რომელიც დღეს გამოიყენება. მე ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ძალიან დიდი სამეცნიერო მოვლენების ცენტრი და ამის ხა როცა ლაპარაკობთ ვინ ამის მოდი ასე ვთქვათ ვინ გაგიჩინა ამის ამბიცია მე ასე შემდეგ მე ვიტყოდი რომ სწორედ ჩვენმა წინაპრებმა ხა მარტო მამას არ გულისხმობ, აი ლეო გაბუნია იყო ძალიან დიდი მეცნიერი და ძალიან დიდი ფიგურა ვიტყვი ესეთი, რომელიც აი მომავალმა თაობებმა უნდა აღიქვან. რატო ვამბობ ამას? ცით ეს მაგალითები გაძლევს აი წარმატების მოდით ესე ვთქვათ ამბები case რომ დღეს მე ხა გამოვიყენე ეს პროპაგანდისტვის რომ წარსულის კვლევა საჭიროა.
მიშომ თქვა რომ აი მონოსხოლივით გისმენთ მართლა იმდენად 7 საუბარი გაქვთ და ვერც წარმომიდგენია თუ დავით ლორთქიფანიძე შეიძლება გაბრაზდეს. როგორია გაბრაზებული დავით ლორთქიფანიძე და თანამშრომლებს კითხეთ. შვილებთან მიმართებაში რამდენად სწორია თუნდაც დასჯა ან გაბრაზება. რა ვიცი ხო ჩემ საერთოდ მგონია რომ ყველაზე დიდი რაც შეიძლება ადამიანს ხოლმე იმ ადამიანთან მე აღარ იგნორი და ნაკლები ურთიერთობა გქონდეს. შენ გაქვს ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, ვისაც გაინტერესებს და ხა თან რაღაც ვერ გეტყვით. საერთოდ გონია რომ ადამიანის შეურაცხყოფა და დამცირება არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საქციელი რაც შეიძლება იყოს. ასე რომ არავის ალბათ ყველას მოხსლია რომ ვიღაცისთვის გვიწყენიებია, მაგრამ შეგნებულად თუ ეს ხდება, გონია რომ ძალიან ცუდია. ახალს არაფერს არ ვამბობ, მაგრამ ჩემთვის ეს ერთ-ერთი წითელი ხაზია, რასაც წამოძანე. ადამიანის დამცირება არის საშინელი. არავის არ აქვს ამის უფლება. მადლობა მაგ პასუხისთვის ბატონო და კითხვაშიც ესე მქონდა როგორ გამიხარდა ახლა გელათი და დავით აღმაშენებელი რო ახსენეთ. ყოველთვის მე უბისელი ვარ წარმოშობით და ქუთაისში მამიდაშვილები ყავს და ხშირად მიწევს ხოლმე, მიწევდა და როცა გელათში ვარ, რატომაც ყოველთვის წარმოვიდგენ როგორ დადიოდა, როგორ გაივლი და რანაირი იყო დავით აღმაშენებელი. და კიდე დიდი ქართველები თუნდაც უცნობები როგორები იყვნენ. რო გქონდეთ საშუალება რაღაც ასწავლი რომ მოხდეს. რომელ პერიოდს ნახავდით? ანუ ალბათ შეუძლებელია რომ რომელიმე არ გაინტერესებდეს, ხო, ეს ზონსიადან დაწყება. მოდით გელაცეური სიტყვით ვიტყვი, რომ ჩვენ კიდე ბოლომდე არ გვაქვს გათვითცნობიერებული მნიშვნელობა. ვაბადეთ რომ ამას ვამბობ, დავითის როლი არ არის მხოლოდ ის რომ ის იყო ძალიან დიდი მხედართმთავარი, ბუნებრივია ძალიან წარმატებული სახელმწიფო ლიდერი, ხო, მაგრამ ადამიანი რომელმაც მე-12 საუკუნეში შექმნა გელათის ფენომენი, ეს არის ძალიან დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის ფაქტი. ეს არ არის ახლა ამ შემთხვევაში რომ ლექციას ვკითხულობ. წარმოიდგინეთ რომ მე-12 საუკუნეში ცოდნის და რწმენის სინთეზის ადგილი იქნება და იქნება აკადემია, რომელიც არის რეალურად სასწავლო სამეცნიერო ცენტრი. და აქ არ არის მხოლოდ ღვთისმეტყველება, ხო? არის ასტრონომია, მათემატიკა, მედიცინა, იგივე ბიოლოგია. ეს არის აი რაღაც უნიკალური შერწყმა და პლუს პიროვნება, რომელიც თავის თავდაბლობას აჩვენებს, ხო? იარეთ, გადაიარეთ ჩემს. მე მგონი რომ ეს მაგალითი ჩვენ სათანადოდ არ აქვს გამოყენებული და დღეს ვფიქრობ რომ თუ ლაპარაკობთ საქართველოს სიმბოლოზე მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბევრ ფაქტს ხა არანაკლებია ხო თქვა ცხეთა სვეტი ცხოველი რა ვიცი ბევრი შეგვიძლია ვისაუბრო აი გელათის ეს მრავალ წახნაგურობა არის ის რაც მე ვიტყვი ალბათ უნიკალურია, განსაკუთრებულია და ალბათ ვალდებული ვართ რომ ეს რომ მეც აუხსნათ, მეთმა დაინახოს და იფიქროს რომ საქართველოში შეიძლება ესეთი მასშტაბის საქმეების კეთება. მიშა ყოველთვის მეუბნება ხოლმე რომ გამორიცხულია რომ შენ სპორტს არ შეეხო რა. არ არსებული იმდენად მიყვარს სპორტი და ხლა გზაში ალბათ ფიქრობდა რომ დღეს ისეთ გარემოში ვართ რომ გელათის მერე რომ სპორტზე გადავამეთქი. და ვიცი რომ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ხარ. თქვენ და მამა თუ დადიოდით ან ერთად თუ უყურებდით ფეხბურთს? საერთოდ უნდა გითხრათ რომ აი ჩემი ერთი ოცნება იყო სპორტული ჟურნალისტობა. სამწუხაროდ არ აღნიშნე. კიდევ კარგი. მაშინ ეს იყო და არა მამას შორის ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო და აბონემენტიც ჰქონდა. მერვე სექტორში ვიჩეკეთ დინამო სტადიონზე. ძალიან კარგად მახსოვს. შორის ის ლივერპულის თამაშს ერთად ვიჩეკეთ 13-0 წვიმაში და ეს ყველა მახსოვს ირგვლივ ვინციშდა და ამიტომ საერთოდ ერთხელ მახსოვს სკოლა აი თქვენ რომ ესეთ ფაქტი მახსოვს რომ რაღაც გაკვეთილებს წარმეზარებოდა რაღაც გაკვეთილის გაკეთება და კარგი ხა ფეხბურთს უყურე და მე
ეს ჩამჩა, მართლა გეუბნები ჩამჩა. რა თამაში იყო? ეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მეთქის. არა, ეს მეოთხე ალა მეხვდი, რომ ის თემა მახსოვს ას მონღოლების შემოსევაზე, ხო, ალბათ მაშინ სწავლობდით. არა, იცით ეს ფეხბურთი, რაღაც მე არ მგონი, ასე ვერ წარმოვიდგენ როგორ შეიძლება არ გაინტერესებოდეს ფეხბურთი. ზუსტად ეგრე ვარ მეც. ვერ ვახალე და ახლა დღეს როცა ვწერთ ამ გადაცემას 9 საათზე დიდი თამაში გველოდება კავკასიური დერბი. იგოსაც გუში ვიხსენებდით, რომელი თამაშები გვახსოვს თქო და თქვენ მე მოესწრებოდეთ 4-1 მოვუგეთ 10 მაგაცმა ერევანში. ერთ-ერთი იყო სულაკველიძე და საჩს ტაში დაუბრა თელზე და მე გააგდეს და იყვნენ 10 და 4-1 მოიგეს ეს მაშინ დატოვებიანი ვოცა ისიც არათან არის ყოჩელებაძე რო ცარიელ კარებში ვერ გაიგე ეგ მახსოვს ძალიან კარგად ვერე თურმე საწყალმა ერთი აშერდა არტყა იმ ადგილას და ვერ გავას ხდება ნუ არა მე ბავშვობაში ვიცოდი ის რომ აი 5 გოლი რომ მოიგე. ილია დათუნაშვილმა გაიტანა 5-ვე გოლი და სომხეთში მშობლები ილია დათუნაშვილით აშინებდნენ ბავშვებს. არა ეს ფეხბურთი ჩემთვის მართლა საერთო სპორტი ძალიან. სხვათა შორის აი ბატონმა დავითვანაც ბძანა რომ ისიც კი მახსოვს მე და მამა რო ვიყავთ სტადიონზე გარშემო ვინიყო ძალიან ამეგობრებს ესეთი ღონისძიებებზე მამას და შვილის ერთად წასვლა. მართალია. ხო აი შემიძლია თამამო თქვა რომ მე და მამა ხაშურის ივერიამ გვაქცია განუყრელ მეგობრებად. სურამიდან ვარ და გასულ თამაშებზეც კი დავდიოდით და უნდა გითხრათ რომ აი თუ საუბრობთ აი დიდ ფიგურებზე ჩვენი ისტორიის, თუნდაც ახალკაცი ესეთ ფიგურაა. აი ეცეთ რაღაც გამიმართლა ბედნიერება მქონდა რამდენიმე შეხვედრის და აი ეს იყო სწორედ აი დიდი ხედვის ადამიანი, რომელიც აი მოვიდეთ 11 მოთამაშის იქეთ ხედავდა და ფეხბურთის იქეთ ხედავდა ქვეყანას და აი ძალიან ვისურვებდი რომ ამ ტიპის ადამიანები მეტი იყვნენ ჩვენ ქვეყანაში რომ მეტი და უფრო ფართოდ დავინახოთ აი რა არის ჩვენი უპირატესობა. ფეხბურთი ამის ნაწილია, აი როგორც ეროვნული საგანძურია რაღაც ფორმით, ესეც ეროვნული საგანძურია ჩვენი და შესაძლებელი. ესე ვხედავ მე და არ მგონია რომ ახლა მე ახალი მითქოს ამაში. ყოჩახლა და ეროვნულ მუზეუმშიც მოახერხე ფეხბურთზე გესაუბრა. ისე მუზეუმებს რო დაუბრუნდე მოწურე სპორტები? მოწურე სპორტები. ნუ ვანის მუზეუმი მე სამწუხარო და არ გვაქვს არც ერთს დანახი. შარშან ვიყავით ერთად ახალციხეში. ბრაბათის მუზეუმზე გადავირიე. მესტიის მუზეუმი სასწაულია. თქვენთვის რომელია? ქართულებზე არ ვთქვათ, ჩვენ აქ რაც გვაქვს. რომელ მუზეუმს გამოვარჩევდით? აი კითხვა, სხვა შორის რა მოახდინა გავლენა კითხვით, საერთოდ არ ფიქრობდი მუზეუმში მუშაობას მართალი გითხრათ. საფრანგეთში ვიყავი რაღაც ჩემი პროფესიული დავიწყე მუზეუმებში სიარული არა როგორც ასე ვთქვათ, უბრალოდ ტურისტ, მაგრამ დასაკვირვებლად, რომ იქ მეცნიერული კვლევა განვითარებული იყო და მანამდე გერმანიაში რომ სწავლობდი მუზეუმში ცხოვრობდი თვითონ ფიზიკურად, რომ მუზეუმში იყო სამეცნიერო ცენტრი იყო. და ყველაზე დიდი შთაბეჭდილება გეტყვით მოახდინა საბავშვო პროგრამა. აი ხედავდი რომ როგორ შეიძლება მუზეუმში იყოს აქტიურობა. ამან მოახდინა არ დაგიმალავთ თან ორი სკოლა ეცი რაც ჩემი შვილი მენატრება პატარა რაშო და ხედავ ამდენ ბავშვებს. ის იყო ნაპერწკალი. და მაშინ ეს მუზეუმი იყო ევოლუციის გალერეა პარიზში, აი ერთ-ერთი მე ვიტყოდი, მას დროს გაუძლო. ყველა დროს გაუძლო. და თუ ვიტყვით ეხა რომელია, მართლა ბევრიც მინახავს, ეხაც მონაწილეობ რაღაც პროცესებში, მაგრამ აი ერთ-ერთი მუზეუმი არის ბარსელონაში არის ესეთი მეცნიერების მუზეუმი, რომლის ხელმძღვანელი იყო ფიზიკოსი და თან ხელოვნების ესეთი ერთ-ერთი განსაკუთრებული ადამიანი. და რაც მეც ისე მქონდა სამეცნიერო კომისია, რომელიც იკრიბება ხოლმე. აი ის არის ჩემთვის რაღაც მოდელი,
ავწყვევს. რატომ იცით? არის ბალანსი ესთეტიკა და განსაკუთრების შემეცნების. მუზეუმის ფუნქცია გარდა თავისი კონკრეტული მეცნიერების, თქვათ, კარგად შენახვის, ისე რომ თქვათ, გელათი უკვე ეროვნული მუზეუმი იყო. თავის ქონდა იდეა რომ მით მოგცაო და უკვე დავიწყობდა ეროვნული მუზეუმი იყო. მასალაც იყო იქ, კი, თქმა უნდა, სასულიერო დატვირთვაც ჰქონდა, მაგრამ იქვე იყო ლაბორატორიები იყო იმდროინდელი, ხო, ეს რესტავრაცია არ იყო, ვიც უფრო მჭედლობას. მაგრამ ფუნქცია არის ცოდნა და ემოცია. ადამიანი რო გადის, უნდა გაიყოლოს ორი. ემოციას და ცოდნას და ის არის რომელიც ოდესმე მსგავს, უნდა რა განმეორებით იმედია რომ აქაც შეგვიძლია. ჩარშა მყავდა ცოლშვილი მიუნხენში. თებერვალში ვიყავ ჩარშა. მეცნიერების მუზეუმში. დოიჩე მუზეუმი კი მეცნიერების. ბავშვები ვერ გამოვიყვანენ, აღარ გამოდიოდნენ, ისეთი მაგარი იყო ბავშვებისთვის და მაგას ვოცნებოდით მე რაც იქ ვიყავით, რომ ლუძზე ვლაპარაკობდით და მუზეუმზე რომ ჩვენ შვილებსაც ნეტა ესეთი ქონდათ. აი ეს არის სწორედ იმ ბალანსის მოძებნა. აი ეს ორივე მუზეუმი თავის დროს გაუძლო. გალერეა ორივეგან არის ტექნოლოგია, მაგრამ არის ის რაც ტექნოლოგია ძალიან მალე ბერდება. ძალიან მალე ვითარდება. ჩვენ გვაქვს მე ხარ თქვენი გადაცემისთვის ეს საინტერესო ეს თემები. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები ამ მიმართულებით. თუ შევადარებ თქვათ იგივე აი თქვათ დღეს ემირატებს, ხო, სადაც ძალიან დიდი განვითარება ერთ-ერთი მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონის სამუზეუმო კომპლექსი ვითარდება. მართლა ძალიან მაღალი რანგის არქიტექტორები, ეს ლური ჟანუველე, ნორმან ფორსტერი, ფრენგერი, რაც ვიცარი. ის რაც იქ შედეგისთვის არის საჭირო, უხეშად ვთქვათ, 100 ერთეული. ჩვენ იმავე შედეგს მივახცევთ 1 ერთეულით, თორემ ჩვენ გვაქვს სინამდვილე. რაც აი ეს მე მინდა რომ ქართველებმა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ჩემთვის, თქვენთვის, ეს არის ყველასთვის და მომავლისთვის. და თუ ეს უნდა შევძლოთ ალბათ ერთად, აი როგორც რაღაც დროს ფეხბურთი გვაერთიანებს, შეიძლება გელათი არ გვაერთიანებდეს, ესე რომ ვთქვით. შეუძლებელი. სიცხვილე რომ პრობლემებთან ასოცირდება, უფრო ეს რა ის შეიძლება რომ ვინმეს დაბრალდეს ერთს, ანუ ყველას ბრალია ესე იგი. მაგრამ მეორე მხრივ ხო შეგვიძლია ეს გამოყოს. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არავინ იდეალური უბრალოდ მე ესე ხედავ და ესე მასწავლის. ბატონო დავით, ჩემი აზრით ჩვენი ერთ-ერთი გამაერთიანებელი არის ღვინოც. ის კულტურა, რაც ქართველებს გვაქვს და წეგაბრძანეთ როგორ ელოდით იმ სტატიას, რომელთაც საქართველოს როგორც ღვინის სამშობლო მთელი მსოფლიოსთვის გახდებოდა ცნობილი. ძალიან მაინტერესებს ბავშვობაში მამას მიდგომა, ან თუ თქვათ სადღეგრძელოებს თუ გასწავლიდათ, ან სუფრასთან ღვინო ერთად თუ დაგილევიათ. ღვინოს ჩვენ ოჯახში და ყოველთვის საერთოდ უნდა გითხრათ, რომ მისგან მქონდა, რომ არასდროს თავარი არის სუფრაზე ღვინო, ეს ვიცოდი. იმდენად, რომ მაშინ ვანში ის დრო იყო, როცა იმერეთში ყოველთვის არ იყო საუკეთესო, როგორც ნატურები. შლამპეო თუ შვამპეო, ეგრე ქონა აკაბურჩილად. საკუთარი ღვინით დადიოდა. და მე კიდე ბავშვობაში ისე იყო, რომ სახში დოქებში იყო ყოველთვის რაღაც ბაბუიას დროიდანში. და მე ვასხავდი ბოციდან და ღვინის გემოს უპატარაობიდან მქონდა ასე რომ მამასთვის მამის ღვინო ძალიან და ყოველთვის ხოგეონებით და არასდროს არ მენახია რომ დიდი ჭიქითელი. ერთხელ სუფრა იყო ვაიში და ეს პატარა ჭიქით სვავდა და ერთი ქუთაისელი სტომარე იყო. ამდენამეს პოლოთო აქო და ერთი გასხოვებული სასმისები. აგერ ხედავთ ვადო საქართველოს საპატიო სომელიე დავით ლორთქიფცელი. ესეც მაჩუკესაც. ხო, ამ თემაზე უამრავჯერ გისაუბრიათ, მოსმენილიც მაქვს.
2017 წელს აღიარა სამეცნიერო ხო კი 2017 წელს სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა რომ ღვინის სამშობლო არის საქართველო. მე კი ვთქვი, მაგრამ თქვენ თქვით რა ეს ძირითადად საბახსოვრო თვითონ რომ დავიტოვო. რომ საქართველო არის ნამდვილად ღვინის სამშობლო და ამის მტკიცებულებები არსებობს. რა თქმა უნდა, საქართველო რო არის ღვინის სამშობლო, დღეს მიღებულია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებით და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რატო არის საჭირო მეცნიერება, რატომ არის ინტერდისციპლინარული სხვადასხვა დარგების გაერთიანება და საერთაშორისო მეცნიერება. რამდენი ჩვენ გვესაუბრა, რომ ვართ უძველესი ქვეყანა, ჩვენი მეზობლების უყვირიან, მაგრამ მხოლოდ მოხდა ამის შემდგომ, ხო? ის კი არა, დაახლოებით რამდენჯერმე არის ღვინის გაყიდვები მომატებული ამ აღმოჩენის მერე. ქვეყნის გარეთ ეს ფაქტებია. ასე რომ ეს მიდგომა ის რომ ნამდვილ მეცნიერებას ქმნი, ეს იყო საფუძველი და ისევ საქართველოში მოხდა ქართველი მეცნიერები იყვნენ წამყვანები, იყვნენ რა თქმა უნდა უცხოელი მეცნიერები, მაგრამ თავარი მაინც ხო ჩვენი ემოცია გათხრებს ჩვენ ვატარებთ, ჩვენ ხვდებით რა არის მნიშვნელოვანი და მე ლაბორატორიაზე იწვევს ხვალს. აი ზუსტად თქვით რომ ღვინის გაყიდვება მოიმატა ამ აღმოჩენის შემდეგ, აქ უკვე შემოდის თქვენი შვილის პროფესია, თქვენი პროფესია, მარკეტინგი და მეცნიერება უკვე ერთად შვენივრად ამ სფეროში ნაკლებად არის, მაგრამ ზოგადად კი რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივია ეცეთ, აი ოქროს აწმისი საუბრობ პირველი ევროპელის ქვეყნის რაღაც მოდით ესე ვთქვათ ბრენდინგისთვის არის. ცოტა ლაღი თემა მინდა კითხვა დავსვარო. წავიდეს ბოლოს. ხო, 1961 წელს ანრი მატისის ნახატი ნავი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს და 47 დღე ეკიდა უკუღმა. დარწმუნებულია ბევრი გამოვიდა ამ 47 დღის განმავლობაში მნახველი, რომელიც თქვა გავგიჟდი ამ ნახატზე და რეალურად ვერ გაიგო ნახატი. ასეთ უცნაური ნახატი კი არის. ხო, ასეთ დამთვალიერებლებთან, რომლებსაც აი თავი კიტრიგონიათ, ასე რა თქვა, თუ გქონია ჩეხება. რა, როცა ვათვალიერებ ხოლმე, ნუ კითხვები არის ხოლმე. არ მეზარება მართალი გითხრათ, რომ მე თვითონ დავათვალიერებინო ხოლმე და აუხსნა, ასე რომ არის ხოლმე ასეთი კითხვები. ერთი გამახსენდა მამას კითხეს უფრო დაათვალიერეს ვანის გათხრები და ყველაფერი გავიგეო, მაგრამ აი მიწისქვეშ ხალხი როგორ ცხოვრობდა. ასეთ რაღაცები არის ხო? ბატონო დავით, დაპირით ერთ საათზემეც არ მოგახსენე. ხო, აი ერთი კითხვა მაქვს, ერთი შენ და მორჩა. ხო. მე ფაქტი ისტორია მაქვს, კითხვა არა მაქვს და ვიტყვი. ანუ ისე მუზეუმების თემას. მუზეუმს ხო. თქვი, მიდი. ამინდა არის ისტორიკოსი, რომელმაც გულწრფელად ვიტყვი, რომ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე, ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა და პირდაპირ ვიტყვი, რომ თქვენი თავიც მომიდა შემოყვარა, იმიტომ რომ 2000 წელს იყო და 2002-ში არ მახსოვს ასეთი ფილმი იყო, პირველი ევროპელი საქართველო და პირველ არხზე დამსვა, ამას უდაუყურო, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ადამიანი საუბრობს ბატონ დათოზე და დღეს რო იცოდა რომ აქ მოვდიოდი ძალიან დიდი სიყვარულით გამობარა მოკითხა და მამიდას აქ მოყოლილი რომ მესტიაში ვიყავით მუზეუმშიო პეთ კოლექტივი მე მგონი და ერთ-ერთი მასწავლებელი არა ისტორიკოსი იყო რაღაცებს და თქვენც უბრალოდ იქ იყავით ანუ რაღაც საგამოფონო სივრცეში და გიდი რაღაცებს გვიხსნის ამ მასწავლებლებს ვერაფერი გაუგია და მიტრიალ და თუნე და ბატონ დათოს კითხა როგორც ერთ-ერთ დამთვალიერებელს ვერ იცნო და მე ამათ მოუწია და ისე ამას რო ვეკითხები ამას რა ეცოდინება პასუხს არც დაელოდა კითხათ რაღაცა პასუხს არც დაელოდა და ამათ ჩვენაირი დამთვალიერებელი ამას რა ეცოდინება ო რა მაგარია მოგა ეგ არ ვიცი გაუხარდე მე ბოლოს უპასუხეთ აი მაგდენი აღარ ვიცი მე მგონი გითთან მივიდა მაინც მუზეუმის თემით დავამთავროთ ესე იგი ამოწერილი გვაქვს ამსტერდამში არსებობს თურმე მიკრობების მუზეუმი ტოკიოში პარაზიტების ზაგრებში არის გაწყვეტილი ურთიერთობების მუზეუმი ნიუ-იორკში არის სექსის მუზეუმი უცნაურ მუზეუმებში თუ ყოფილხართ მსგავსში რა გაგიგია შპიონაჟი პრაღაში ვიყავით ჩვენ სხვათა შორის ვაშინგტონში არის ჩვენ პრაღაში ვიყავით რაღაც მაგრამ ძალიან მინიმალისტური პატარა მუზეუმი იყო რა სხვადასხვა მუზეუმებში ესეთ რაღაც ეგზოტიკურ სამწუთში ვერ ვიხსენებ მაგრამ ისე მართლა ძალიან ვერ ვყოფილ ვარ ბევრ გათხრებზე ყოფილ ვარ სხვა ქვეყნებში და იქვე არსებულ მუზეუმებში მაგრამ ნაფეხურების ტანზანიაში არის
დავარქვა ხა და წინაპრებმა როგორ გაიარეს და დარჩა ქვიშაზე ანაბეჭდი და მთელი მუზეუმი ნაფეხურები? რა საინტერესო მუზეუმია. მსოფლიო მემკვიდრეობის ეს არის. აი ეს პირველ ყოფილებში აგიდე აფრიკაში ისეთ ადგილას ჩადში მოხდი, სადაც ისეთი უდაბნოში აი საოცარი აღმოჩენები იყო, სადაც მიხვდებოდი რა. გავიმართლა მართლა მინახავს ეს თეატრი. ბატონ დავით, ბავშვობაში თქვენი პირველი აღმოჩენა რა იყო? არქეოლოგია მე. არა, ზოგადად პირველი აღმოჩენა რაც გახსენდება. არა, მახსოვს რა მინდოდა, ორი რამე მინდოდა, ერთი მიკრობიოლოგიაში, აი ონკოლოგიური აღმოჩენების ის და მაშინ მიკრობიოლოგია და მაშინ მითხრა ჩვენ მეზობელი ბიოლოგი იყო რომ ამ ხელაკაცია მე მიკროსკოპთან უნდა ეჩდეო და რაღაცა ეს მაგრამ მე კი მომიცია მიკროსკოპთან ეჩდე სხვა მიმართულებით და მეორე მქონდა ასტრონომია მინდოდა ერთი პირობა და ვიცოდი რომ პლუტონთან უნდა იყოს ახალი პლანეტა ტრანსპლუტონი და ძალიან სერიოზულად ვფიქრობდი ვერ მივხვდი რომ ანუ პატარა მიკროსკოპი და დიდი მიკროსკოპი. კი, ფიქრობდი. კიდე გეუბნებით, მაშინ დიდი შესაძლებლობა პროფესიის აღმოჩენის იყო და ასეთ ისე მოხდა, რომ ეს მეცნიერების ის მქონდა თავიდან. და გოგითხარით სპორტული ჟურნალისტო ვერ გავქაჩი. კარგია რომ ვერ თუ არ გაქაჩეთ და მაგრამ ძალიან კარგია ხა სპორტი ფეხბურთის ცოტა გიმოთა. თქვენ რამდენჯერმე თქვით გამიმართლაო ბევრჯერო და ჩვენ მე ვიტყოდი რომ ჩვენ გაგვიმართლა ჩემოადო რომ მოვახერხეთ და შედგა ეს ამბავი უღრმესი მადლობა ბატონ დავით და ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით მადლობა იმისთვისაც რასაც აკეთებთ ზოგადად ძალიან სასიამოვნო საუბარი იყო და ერთ შემიძლია გითხრათ რაც ესე ვფიქრობდა ხა რამდენად გამომდეს მეორე უბრალოდ სურვილი მაქვს რომ ესე ძალიან დიდი მადლობა და ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ რომ ჩვენი არხი YouTube-ზე გამოიძრება მამების დრო YouTube-ზე ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი გამომწერი მადლობა არაფრის